მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გამომწერებო, ქალბატონებო, ბატონებო. დღეს დაგიბრუნდით, დღეს 28 თებერვალი არის. ზამთრის ბოლო დღე, ხვალიდან გაზაფხული იწყება. ძალიან ლამაზი დღეა, ჩემთვის ძალიან საყვარელი და ძვირფასი. და დღეს მინდა დავიწყო ცოტა განსხვავებულად. აი ესე მინდა რომ შეგახედოთ იმ ასტრონომიული მოვლენისთვის, რომელიც დღეს ხდება ცაზე. 6 პლანეტა, რომელიც აქ არ ჩანს, იმიტომ რომ დღეს საღამოს მოხდება. აქ მხოლოდ ჩვენ ხედავთ იუპიტერს ცაზე და აი აქეთ არის დანარჩენი პლანეტები, მარსი, ნახეთ. მარსი, ვენერა, მერკური, ურანი და ნეპტუნი კიდევ დამალულები არიან. მოკლედ, დღეს ცაზე 6 პლანეტა შექმნის ეგრეთ წოდებულ პარადს და მიუხედავად იმისა, რომ მერკური ჩვენ გვყავს რეტროგრადული ამ ეტაპზე, ხო? რეტროგრადულად მოძრაობს, უკან მოძრავი არის და კონფლიქტების ალბათობა არის ძალიან მაღალი, დანარჩენი 5 პლანეტა რაღაცნაირად მაინც შეაკავებს და აბალანსებს აი ამ ალბათობას, კონფლიქტების ალბათობას და მინდა გითხრათ, რომ ეს კონფლიქტების ალბათობა რა თქმა უნდა იქნება ოჯახური წრიდან, ასე რომ თავი შეიკავეთ, ძალიან აკონტროლეთ თქვენი თავი, რომ რაიმე ტიპის შელაპარაკება არ გქონდეთ ოჯახის წევრთან, ახლობელ ადამიანთან, ძვირფას ადამიანთან, ესე ვთქვათ, და გადახედეთ თქვენს ემოციურ პირად საზღვრებს. დაიცავით ემოციური ჰიგიენა, ასე ვთქვათ, შემოუშვებთ თქვენ სივრცეში ადამიანს, რომელიც ზუსტად იცით, რომ ესე ვთქვათ, იმოქმედებს თქვენს ემოციურ და ნერვულ სისტემაზე, ხო? ეს იყო და ეს, რაც მინდოდა მეთქვა. ხო, დღეს კიდევ არის ძალიან კარგი დრო, რომ კიდევ ერთხელ ახალი მიზნების დასახვის თვის გადახედოთ თქვენს, ესე ვთქვათ, საკუთარ თავში უფრო მეტად ჩაიხედოთ, ვიდრე სხვა აკრიტიკოთ და ახალი სტარტი აიღოთ აი უკვე ხვალიდან. შეგიძლიათ რომ რაღაც ახალი αφირმაციები გააკეთოთ, მედიტაცია გააკეთოთ, ლოცვა, ხო? ეს დღე უფრო მეტად კარგი არის შინაგანი სულიერი სამუშაოსთვის, ვიდრე ვთქვათ რაღაცა სოციუმთან ურთიერთობისთვის, ასე რომ ინტროვერტებისთვის ზედგამოჭრილი დღეა, მე ვიტყოდი. და ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ღრმა სულიერი კვლევა ძიება, აი შეგახედებთ. 6 პლანეტა იქნება, რა თქმა უნდა, მზეს და დედამიწას, მზეს და მთვარის გარდა, მაგრამ ესენიც ცხადია. ერთად იმოძრავებენ. ეს რაც მინდოდა ამასთან დაკავშირებით მეთქვა. ახლა გადავიდეთ ჩვენს ტრადიციაზე, რომელსაც არ ვარღვევთ. და დღეს წავიკითხავთ ესეთ თავს, ეს არის ძველი აღთქმიდან, იგავი სოლომონისა, თავი მე-18 თავის დღევანდელი აპლიკაციით, ხო, მე-18 თავის ბოლო მუხლის შემომთავაზა აპლიკაცია, აი ეს. ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია. მე მოდით არ დავჯერდეთ ამას და მთლიანად თავი წავიკითხოთ, თუ არ მიწყენთ, თუ არ იქნება თქვენთვის მოსაწყენი, თუ არა და გადაახვიეთ პირდაპირ ტაროს გაშლაზე, რომელიც როგორც კი აი ამ თავს დავამთავრებ, ეგრევე იქნება მოყვება ამ ვიდეოს. და წავიკითხოთ ესე სოლომონის ეს იგავი, თავიდან ბოლომდე. აი, მეტია ჩანს კარგად. თავკერძა კაცი თავის გულისხმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება. ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფვის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს.
ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვაგინებას კი სირცხვილი. კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი მოჩუხჩუხე ნაკადული. არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ, მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე. ანუ ბოროტს ნუ შეეკვრები, რომ მართალი განიკითხო. ბრიყვის დავაში მისი ვაგეები ითრევს და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს. ბრიყვის პირი მისი დამღუპველია. მისი ბაგენი მისივე მახეა. ცილისწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს. საქმეში არხეინი ფლანგველის ძმაა. უფლის სახელი მტკიცე გოდოლია, მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება. მდიდრის დოვლათი მისი ციხე ქალაქია და მალი კედელივით იფარავს მას. ანუ მალი კედელივით, ანუ მყარი კედელივითო რა, ესეთი საყრდენი კედელივითო რა. შემუსრვა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება. მოусმენურად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი. კაცის სული კურნავს ნეულებას, სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს. გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს. ძღვენი კაც გზას უფართოებს და დიდ კაცთა წინაშე მიჰყავს. პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას. ანუ ძალიან საინტერესოა მართლა, ეს ძალიან მომეწონა. ანუ თავიდან ყველა მართალიაო და მერე ხო, სანამ გაჩხრეკენ მართალია. კენჭის სყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შობის აჩენს სამართალს. შეიძლება აქ უნდა ეწეროს ძლიერთა შორის აჩენს სამართალს, აბა ძველ ქართულში ვნახოთ. სიტყვის გებაი დააცხვრის კაცმან გონიერმან და ძლიერთა თანა განაწესის. ხო, აი თანა. როგორც ჩანს ბეჭდვაში არის შეცდომა, ანუ აქ უნდა იყოს კენჭის სყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შორის აჩენს სამართალს. ორთოდოქსი ჯის აგერ ერთი შეცდომა ვიპოვეთ. განდგომილი ძმა ციხესიმაგრეზე უფრო მეტად მიუდგომელია და უთანხმოებანი კოშკის ურდულს გავს. კაცი თავის პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს, საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება. სიკვდილ სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ. ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო. მოგმართოთ? ცოლიანებო, მამაკაცებო, იცოდეთ რომ ძალიან სიკეთის, ესე თქვათ, როგორ თქვა, სიკეთის ტომარაში ხართ ჩავარდნილი, ხო? ვინც ცოლი ჰპოვეთ, სიკეთე ჰპოვეთ და უფლისგან წყალობა მიიღეთ. ანუ გაუფრთხილდით თქვენს მეუღლეებს, ძვირფასო მამაკაცებო. ღარიბ ხატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს. ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია. აი მოდით აი ახლა აქ შევჩერდეთ და სწორედ აი ამ თავიდან გამომდინარე გავაკეთოთ ახლა გაშლა დღევანდელი. დღეს მსურს ვიმუშაოთ აი ამ ორი დასტით, რომელიც ძალიან მომწონს, ერთი უფრო მეტად სასიყვარულო ხატებით, თემით გამოირჩევა და მეორე უფრო მეტად ღრმა ცნობიერი, უფრო მეტად მთვარის გრძნობები, ემოციები და ეხმიანება ჩვენს დღევანდელ თემას გაშლას. როგორც გითხარით, დღეს
პლანეტების პარადია და მოდით ჩვენი დღევანდელი გაშლა იყოს სწორედ იმაზე, თუ ესეთი სათაურით დავასათაუროთ. როგორ ვიცავ პირად საზღვრებს. როგორ უნდა დავიცვა პირადი საზღვრები. და საერთოდ ვინ არის ჩემი ნამდვილი მეგობარი და ვინ ყალბი, ვინ ნამდვილი, ცოტა და ნამდვილი თუ ბევრი და ყალბი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი სათაური იყოს, როგორ ვიცავ მე ჩემს საზღვრებს. და ეს გაშლა არის საჯარო გაშლა, შესაბამისად აქ სიგნიფიკატორი არ გვჭირდება, არავის დაკონკრეტება არ გვჭირდება, გეხებათ ყველას, თითოეულ ადამიანს, როცა ნახავთ, ვინც ნახავთ, დღეს ნახავთ, ხვალ ნახავთ, თუ ერთი თვის მერე ნახავთ, თუ ერთი წლის მერე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. და მოდით ვკითხოთ. კიდევ ერთხელ ტაროსაც შევეკითხოთ, როგორ დავიცვათ საზღვრები, პირადი საზღვრები. პირდაპირ ამოვიღოთ კარტი. ამოვიდა მე-15 მაღალი არკანი. პენტაკლების 6-იანი. მე-13 მაღალი არკანი. პირად საზღვრებს ვიცავთ. მიღება გაცემის ბალანსის დაცვით, ხო? ეს არის უფრო მეტად ენერგია, აქ ორივე ამოვიდა, ეს პრინციპში ამოვიდა მე-6 ენერგია. ხო ესეა, უფრო მეტად ვიცავთ რაღაცა ახალი ცოდნის მიღებით. ჩვენ როდესაც ვართ რეზისტენტულები რაღაცა ახალი ცოდნის მიმართ და რატომღაც არ ვიღებთ ამ ახალ ცოდნებს, ხო? აი პირადი საზღვრები ჩვენი ძალიან ირღვევა, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ არ ვიცით რეალურად, არ ვფლობთ იმ ცოდნას, იმიტომ რომ ვინც იცის, ის შესაბამისად მოქმედებს, ხო? ცოდნა ეს არის იარაღი. ცოდნა ყველაზე დიდი იარაღი არის, რაც კი გამოგონილა, ხო? და დღეს ვიცით ჩვენ, როგორ ხელოვნური ინტელექტი, როგორ არის, ესე ვთქვათ, წინ წასული, მაგრამ ცოდნას, რომელიც ადამიანს გააჩნია, მაინც საბოლოო ჯამში, აი ემოციურ ინტელექტს ის ჩვენ ვერ გვთავაზობს. ამდენად როგორ ვიცავ მე ჩემ პირად საზღვრებს? ვიცავ ტრანსფორმაციის გზით, რომლის შედეგადაც ჩემი ფუნდამენტი რჩება უცვლელი და აი ზედმეტ რაღაცებს ვიშორებ, რაც არ მჭირდება. ეგოს დამარცხებით მე იმდენად ვცვლი საკუთარ თავს, რომ ის წარსული ცხოვრება, რომელიც მე მქონდა, ის ყალბი მეგობრები, რომლებიც მე მყავდა, ჩანს ჩემი პირამიდა, რომელიც ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა მაჩუქა. ის ყალბი მეგობრები, რომელიც მე მყავდა, ისინი აღარ არიან ჩემ ცხოვრებაში, ვიშორებ. აი ვიშორებ, ყველას ვიშორებ, საკუთარ ეგოსაც კი ვამარცხებ, ნახეთ, აი გვირგვინი და ხო, აი საკუთარი ხარაკირი, კი ბატონო, ეგოს ხარაკირი ხდება, ასე ვთქვათ,
ეგოს დამარცხება, ხო? აი ამ დემონებს, აი ამ ესე ვთქვათ, გველებს თუ აი გველაძუებს თუ აი რაღაცა რაც ზედმეტი რაც მჭირდება, რაც აღარ მჭირდება. ამას ყველაფერს ვიშორებ და დამოკიდებული აღარ ვარ ამაზე. აი ეგო მდგომარეობაში აღარ ვარ. ხო? და ამ რაღაცა ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც ვარ მე. მე-15 ენერგია. მინდა რომ ძალიან კარგად გავიგოთ, რაში მდგომარეობს. რომ მიჯაჭვული აღარ ვარ იმ ადამიანებზე, რომელიც მაბრუნებენ იგივე იმავე წრეს ემატრიალებენ. და ამდენად ვიცი რაღაც და ვუზიარებ სხვასაც რა. აი ნახეთ რა კარგი ნახატია, შესანიშნავი ნახატია. ცოდნა მაქვს, ხო? და ვუზიარებ სხვასაც. მხოლოდ ჩემთვის არ ვიტოვებ. თავისთვის აქვს აქ, ნახე, თან რაღაცა თითქოს არ ემეტება და თან აი აძლევს თითქოს, ხო? ეს თევზიც აი ცნობიერებ, თევზი ხო რეალურად აი ცნობიერების და აი რწმენის სიმბოლოა, ხო? ეს არის ძალიან ლამაზი ნახატი, ძალიან ღრმა ნახატია, მე თუ მგითხავ. როდესაც ჩვენ გამოვდივართ ეგო მდგომარეობიდან, სადაც ვართ მიჯაჭვულები ვინმეზე ან რამეზე, ან რაღაც საკუთარ პატივმოყვარეობაზე, კეთილდღეობაზე, გემოთმოყვარეობაზე, ხო? ეხლა თან მარხვაა და ძალიან აქტუალურია ეს, რომ აი ის კი არა, რომ სამარხო გოჭი და სამარხო ეს უნდა ჭამო, რა ქვია, სამარხო ნამცხვარი და სამარხო რაღაც ტირამისუ ან სამარხო რაღაც პრალინე, არა. აი სწორედ ის სურვილი უნდა დაამარცხო. რამე ნივთიერ, ანუ ჭამის სურვილი, შენ რაც სიამოვნებს, იმ სიამოვნებაზე უნდა თქვა უარი. აი ამაშია მთელი ამის ასავალ-დასავალი, ესე ვთქვათ. აი ამაში მდგომარეობს, ხო? ამას მიუბრუნდეთ კიდევ. ახლა ცოტა ყოფით დონეზე ავხსნათ რა ხდება. ვიფასებო, რაღაცა არეულია ეს კარტი, არა უშავს, ახლა დავალაგებ. გავაგრძელოთ, ესე იგი, როგორ ვიცავ მე ჩემს საზღვრებს. მე მგონი, კარგი თემა შევარჩიეთ. თუ მოგწონთ, კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ ვიდეო, დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახავს ეს ინფორმაცია და მოისმინოს ჩემგან, ჩემი პირიდან. ესე იგი, როგორ ვიცავ მე ჩემს პირად საზღვრებს, ხო? იყოს პენტაკლების 7-იანი. მოთმინებით. ნახეთ როგორ ვიცავ მე ჩემს საზღვრებს. ასაოცრება. აი ფაქტობრივად დასტებმა დაგვისახეს პირველმა დასტამ პრობლემა და მეორე დასტამ გაგვცა პასუხი. იცით როგორ ვიცავთ საზღვრებს, რომ
ვსწავლობთ საკუთარი პირადი სივრცის დაცვას, გაფრთხილებას, იმის დაფასებას, რაც უკვე გვაქვს. აი, ზუსტად ეს არის, სულ მინდოდა ამომეხსნა პენტაკლების 7-იანის საიდუმლოება და მე მგონი მივაგენი. ესე იგი, ვსწავლობთ პირადი საზღვრების დაცვას არასთქმით და იმის მოფრთხილებით, რაც უკვე ჩვენ მოვიპოვეთ, რაც უკვე დავაგროვეთ. ეს არამც და არამც არ არის სიძუნწის, სიხარბის ენერგია. ეს მე ვიტყოდი არის უფრო იმითი მადლიერების ენერგია, კმაყოფილების ნაკლებად, უფრო მეტად მადლიერების, რაც უკვე მოვიპოვეთ. რა საოცარია? სამყარო, ღმერთი, ყველაფერი, ყველა ადამიანი თითოეული. ზუსტად აი ამ პასუხის პირადად მეც მინდოდა აი ამ პასუხის მიღება და თქვენთვისაც აი ეს მესიჯი ამოვიდა, ეს გზავნილი მესიჯი სიტყვა არ მიყვარს და ხშირად ხმარობ ხოლმე, მაგრამ მოთმინება, მადლიერება და მოქმედებაზე გადასვლა, გეგმის დასახვა რაღაცა, ბევრი ფიქრის ნაცვლად, ხო? ჯადოსნური ჯოხი ავიღოთ, ჩვენივე ცხოვრების შემოქმედნი გავხდეთ ჩვენ. აი, ასე ვსწავლობთ პირადი საზღვრების დაცვას, მოთმინებით, რაღაცა სკანდალის ატეხვით და ესე ვთქვათ, რაღაც იმით კი არა, რაღაც ყვირილით, წივილით, არა, მოთმინებით. ასე რომ, ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა, როგორ ვიცავთ პირად საზღვრებს, მოთმინება, მადლიერება და მოქმედებაზე გადასვლა. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, იმედია მოგეწონათ დღევანდელი გაშლა, გილოცავთ წინასწარ გაზაფხულის დადგომას და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე გთხოვთ გამოიწეროთ არხი და პირადი კონსულტაციისთვის მომმართოთ აღწერაში მითითებულ ნომერზე.